კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალება, მისი კანონიზაცია და ეკლესიაში მოსალოდნელი პროცესები. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მიმართვით დაიწყო. და ძალიან ნიშნულოვანი მოღვაწე იყო და ასევე იყო ჩემი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საპატრიარქოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებზე. მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კათოლიკოს პატრიარქი ქართულ ოცნებას სრულ იზოლაციაში ჰყავდა მოქცეული და მისი სახელით მოქმედებდა. გაიხსენა კრებსებისა და ციანიდის საქმეც, რომელსაც პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული რუსული სპეცოპერაცია უწოდა. თქვა, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ქართული ეკლესიის საბოლოოდ განადგურებას ეცდებიან. ახლა როდესაც ივანიშვილი გადაუსვლა პატრიარქს, ახლა ამ ეკლესიის ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი ხდება და ეს საბოლოო ეტაპი არის ქართული ეკლესიის განადგურება, იმიტომ რომ ქართული ეკლესია არის საბოლოო საქართველოს იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. და თუ ქართული ეკლესიას განადგურება, ასევე ერის მნიშვნელოვან იდენტობას და იმუნიტეტს პრაქტიკულად განადგურება. ივანიშვილის ნებისმიერი ინსტიტუტი არის მიუღებელია რომ მიუღებელია სახელმწიფო, მიუღებელია ეკლესია, მიუღებელია ავტორიტეტები ქვეყანაში, არსებობს პუტინი და ის და მისი კერძო საკუთრება. მიხეილ სააკაშვილს გამოთქმული სურვილის მიუხედავად უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რაზეც მან გულის ტკივილი გამოთქვა. გამოხატა თავისი დამოკიდებულება დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებითაც. კათოლიკოს პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილების პროცესიაზე ქართული ოცნების წევრების დასწრებასა და სიტყვით გამოსვლებს ფარისევლობის ზეიმი უწოდა. გულში იყო ფარისევლების შემოსევა მის გასვენებაში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ორი ადამიანი ეზიზებოდა ივანიშვილს. ეს არის პატრიარქი და მე. პატრიარქი ეზიზებოდა განსაკუთრებით. მე არაერთხელ მქონია მასთან პირადად საუბარი ამ თემაზე ივანიშვილთან, მე ადამიანს წესოს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის დილებით ლამაზული და უშუალო კიდე დიდხანს იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანმა დაგვტოვა. შეეცადა ეჩვენებია ჩვენთვის დარბაზისთვის და საერთოდ ხალხისთვის, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე ჩვენ სასიკეთოდ შეიცვალოს. პატრიარქის დაკრძალვაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და პრივილეგიებზე დღეს ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეც საუბრობდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა. ამის შესაძლებლობა არ მომეცა არც მე, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის სურვილი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, იმ ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანის სახელით, რომელიც გაერთიანებულია ჩვენს პარტიაში, ჩვენ ყოფილიყავით წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ტაძარში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსგან იყო ამის მზაობა, სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კომისია წინააღმდეგი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეჟიმის წევრებმა, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ეს დღე არ გამოიყენა ერის გამთლიანებისთვის და გაერთიანებისთვის. გუშინდელი ისტორიული პროცესის გარდა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე საკუთარ საქმეებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის ოთარ ფარცხალაძის მიერ დაწყებულ საქმეებზე ასამართლებენ. ეს მის მიმართ რუსეთის შურისძიებაც შეაფასა. მიმართა საკუთარ თანაგუნდელებსაც თქვა, რომ ახლა ქვეყანა ბრძოლის ისტორიულ ეტაპზე არა, დროსაც უფრო მეტი მოქმედებაა საჭირო. რასაც ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, რასაც დაავალებს, იმას გააკეთებენ. თავიდან 6 წელი ქონდა მის ჯილი, როდესაც ის დააპატიმრეს 2021-ში და ეგ 6 წელი თითქმის გადის, ხო? სწორედ ამ მიზნით დაუმატეს კიდე ერთი იმდენი, რომ უვადო პატიმრობა ქონდეს პრაქტიკულად მის ჯილი, შესაბამისად სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება და მეორე განზომილებაც გავითვალისწინოთ, რომ ასევე პუტინის დავალება არის, რომ სანამ მას ეს სამხედრო კამპანია აქვს წამოწყებული უკრაინაში მიშას
თავისუფლება არის დაუშვებელი ამ თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ იცის მისი გავლენები, მისი რესურსები, კავშირები. 7 ნოემბრის საქმე ფარცხალაძის ხელით აღძრა ივანიშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის არა მხოლოდ აბსურდული საქმე, არამედ კონკრეტული მაგალითი პოლიტიკური დევნის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის ყველა პოლიტიკური ტყვე და სინდისის პატიმარი და სწორედ ამისკენ მოგვიწოდა მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია ეს პოლიტიკური ტყვეა, არ ნებდება და არ აპირებს საკუთარი თავისუფლებით ივაჭროს ივანიშვილთან. ივანიშვილი ერთიანობით უნდა დავამარცხოთ. უშუალოდ 7 ნოემბრის საქმეზე, რომელშიც გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გრძელდება. დღეს დაიკითხა იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი. დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ კანონმდებლობის შესაბამის მოქმედებას ახორციელებდნენ საპოლიციო ძალები 2007 წელს, თუმცა დღევანდელ მოწმესთან მთავარი კითხვა ჩვენი იყო შემდეგი. როდესაც პროკურატურა 2007 წლის ამბებს ესე ჩაციებულად ეძიება, ამდენი წელი ამასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. ჩდება კითხვა. აი შარშან წინ, იმის წინ გედედეს რაზმები და ასევე არაფორმალური დაჯგუფებები. ხალხს რომ აქციიდან იტაცებდნენ, სასტიკად ცემდნენ, აწამებდნენ, ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ. აი ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორია პროკურატურის პოზიცია? საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მესამე პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სხვა 4 საქმეზე და 12 წელიწადი და 6 თვე აქვს შეფარდებული.